მოგესალმებით, მეგობრებო. ჩემი კვლევები მინდა გაგაცნოთ, როგორ მუშაობს ასტროლოგია ფსიქოთერაპიაში. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ასტროფსიქოლოგია ძალიან ბევრად უფრო ეფექტური სწრაფი გზით, მივაღწიოთ მაგალითად პიროვნულ განვითარებას. ჩვენ თავზე როცა ვმუშაობთ მაგალითად, ან სერიოზული ტრავმები გვაქვს, ან სერიოზული პრობლემები გვაქვს, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ასტროლოგია ამ ყველაფერში. მე წლებია ვმუშაობ ამ მიმართულებით, თერაპიული მიმართულებით ასტროლოგიაში და ეს თავიდან იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო კვლევითი კუთხით და ვხედავდი როგორ გავდიოდი შედეგებზე, თუნდაც საკუთარ თავთან მუშაობით, ესე რომ ვთქვათ, კლასიკური ფსიქოთერაპიაც მაქვს გავლილი, წარმოსახვითი თერაპიებიც, ჰიპნოთერაპიებიც, ყველა სისტემა ასე თუ ისე კარგ შედეგებს დებს, მაგრამ როდესაც ამას ასტროლოგიასთან სინთეზში ვიყენებთ, აი აქ აბსოლუტურად სხვა შედეგზე გავდივართ და მინდა გაგაცნოთ, ვთქვათ, მე რასაც ვაკვირდებოდი ხოლმე ჩემს პირად პრაქტიკებში ესეთ თერაპიულ პროცესში რა გამოვლინდებოდა ხოლმე ახლა, როდესაც ასტროლოგია კარგად ვიცით და იქ უკვე ფსიქოლოგიურ დონეზე ვიცით ასტროლოგია და არა უბრალოდ კოგნიტურად, ინტელექტუალური კომბინაციებით, ესე რომ ვთქვათ, მაშინ უკვე ბევრად სხვანაირად შეგვიძლია ასტროლოგიას შევხედოთ, გამოვიყენოთ და ვიმუშაოთ ჩვენს პიროვნულ ემოციურ სტრუქტურებზე, ხომ, სხვადასხვა სტრუქტურაზე, იმიტომ რომ პირადი რუკა იმდენად ხელის გულზე გვიდებს ადამიანის შიდა დინებებს, ესე რომ ვთქვათ, ხო, რომ ძალიან მარტივად შეგვიძლია უკვე თუნდაც ერთი სიტყვა ისეთი მნიშვნელოვანი უთხრათ ზუსტად იმ წერტილში, რომელიც ამ ადამიანისთვის იყოს მატრიგერებელი, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ძრა მოხდეს თერაპიულად. მე რასაც ვაკვირდებოდი, არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ თერაპიული, მაგალითად ისეთ მსუბუქ შეგრძნებებზე ან მსუბუქ გაცნობიერებებზე მიმართული თერაპია, რაშიც მე ვიყავი წლების განმავლობაში, მაგალითად, ჩვეულებრივ სტანდარტულ ფსიქოთერაპიაში, CBT-ც გამომიყენებია, მაგალითად ბევრნაირი ტექნიკა მაქვს ნაცადი ფსიქოთერაპიის, მაგრამ მე რასაც ვაკვირდებოდი, ხან ჩემს ირგვლივაც დადიან თერაპიებზე ადამიანები, ახლობლები, მაგრამ ყველაზე დიდი ეფექტი ჩემთვის პირადად და ჩემი პირადი გამოცდილებით კლიენტებთან რომ მუშაობდი, რასაც გამოუწვევია, აი ადამიანი რომ მთლიანად ენერგეტიკულადაც შეიცვლება. საერთოდ, აი ეს იყო თერაპიული პროცესი, როდესაც აი კარმულ ასპექტებს რო ვეძახით ასტროლოგიაში, იქ ჩაღრმავებულა ადამიანი. და როგორ ხდება, იცით, აი რო აგიხსნათ ქრონოლოგიურად, მაგალითად ადამიანს თქვათ რაღაც აწუხებს, ხომ აქ რაღაც შიდა ამბოხი, ეს არის პირველ რიგში იუნგისეულ ჭრtildeთან ინტეგრაცია, როდესაც დაინახავს ჭრtildeს ადამიანი, ან ეშინია მისი დანახვის და აღმოჩნდება რომ არაფერი იქ საშიში არ არის, იქ არის ბევრი წყენები, ბევრი ტკივილები და უბრალოდ ამის მიღება, გადამუშავება უნდა ისწავლოს ადამიანმა. აი პროცესი რო აგიხსნათ, ხო, როგორ მიდის, ეს არის ხოლმე რამოდენიმე სეანსში შეიძლება გამოვლინდეს ეს შიდა ჭიდილი, ხო, ჩემთან მაქსიმუმ მოდიან ხოლმე მაქსიმუმ 5 თერაპია, მაგალითად, როცა აი სრულად, აი ისიც ადამიანს გააჩნია, ზოგჯერ 2-3 სეანსში უკვე მომხდარა, აი ეს შიდა ღერძების დაბალანსება, ხო? და აი ამ ბნელ ტრანვირებულ კუნჭულს რო ხვდება ადამიანი, ოღონდ ეს ხვდება არა აზრობრივად, მაგალითად, ხო არა ისე ჩვეულებრივ თერაპიაზე რო ხვდებით ხოლმე, არამედ განცდადობაში, ენერგეტიკულ ველში. ზოგჯერ იქ შეიძლება დაგჭირდეს ხოლმე სხვა პრაქტიკების ჩართვა, იქ სხეულზე ორიენტირებული თერაპია, წარმოსახვითი თერაპია, მაგალითად, რო აი რას გრძნობ, რა ფერია, დაეკონტაქტე მას და ეს ჩვეულებრივი NLP-ის პრაქტიკებია, გეშტალტის პრაქტიკები არის, ოღონდ ნიშნავენ რა არის, იცით, მე რასაც ვაკვირდებოდი, ახლა ჩვეულებრივ გეშტალტ თერაპევტს შეუძლია ეს პრაქტიკა გააკეთოს, ხო, მაგრამ რუკაში რო ჩანს კონკრეტულად სად აქვს ადამიანს პრობლემები, რომელიც რუკის გარეშე ხა ბნელ ოთახში კატასვეცებთ, ხო, ფაქტობრივად ეს იგივე არის ექიმთან რომ მივიდეთ, არანაირი ანალიზები არ აქვს და მკურნალობას ნიშნავს, უბრალოდ დროში ძალიან გაიწელება, შეცნობიც იქნება და ასე შემდეგ. რაც მე გავლილი მაქვს რეალურად თერაპიაში, ეს პროცესიც და აქ ხდება უკვე ზუსტად წერტილებზე, ისეთი მე ხალ გრძნობ აქ ველს, ესე რომ ვთქვათ, ველის თეორიაში რო გადავიდეთ, ხო, რა ხდება იქ ვაკვირდები სულ ადამიანს იქ მის მოქმედებებს, მის ვთქვათ, ენერგეტიკულ ველს, ხო, მის ემოციებს, მის სახეს, ყველაფერს ვაკვირდები და ძალიან კარგად ჩანს ხოლმე მე რაღაცები მათ და იმის მიხედვით მიყვავს პროცესი.
და აი ამ პროცესში გამოვლენილა რა იცით, რომ აი ამ ჭრtildeთან შეხების შემდეგ ნენელა რო ხდება ადამიანი, რომ ეს მე მაინც არ ვარ და არის მეორე ნაწილი, რომელსაც უნდა მოუხმო, რომ მას დავაკონტაქტო. აი ეს როცა ვლაპარაკობ ხოლმე სულ სელენა ლილიტის ღერძზე მაგალითად, ხო? აქ თუ გავიდა ადამიანი ძალიან ღრმად მუშაობს, ესე იგი, იმიტომ რომ ხშირად აი თქვათ თუ ცოტა ესეთი თერაპიული პროცესი არის, რომ თლად აქ არ გადის ადამიანი, მაქსიმუმ სატურნამდე მივიდეთ ხოლმე სატურნის ეგო შეგრძნებებთან და ეს ცხოვრებისეული დინებები არის მაინც, მაგრამ აქ რო გადიან უკვე ლილიტის ელენას ღერძზე აი აქ რა ხდება იცით, აი უბრალოდ მინდა რომ გაგიზიაროთ თქვენ, აი ლილიტის ენერგია როცა შემოდის, აი ენერგეტიკულად გრძნობს იმ არსებას საკუთარ თავში ადამიანი, გრძნობს ამ სიბრაზეს, წყენებს, აი ამ კარმულ რაღაც დატვირთულ ხურჯინს, ესე რომ ვთქვათ, რომელსაც ათრევს და რომელსაც ასევე ყურადღება ჭირდება, ასევე მიღება ჭირდება და ეს რაღაც ცუდი ნეგატიური ენერგია კი არ არის, ეს არის რაღაც ისევდიანი გატეხილი მე, რომელსაც მიღება, გამთლიანება და რეალიზაცია სჭირდება. და აი აქ შემოდის უკვე ნამდვილი ავთენტურ მეს რო ეძახიან ფსიქოთერაპიაში, რომელიც ძალიან ბევრ თერაპევტს გონიათ, რომ ეხლა ძალიან ავთენტურ მესთან არიან კონტაქტზე და სიადილი შეიძლება ჰაჰავთვარის დონეზე მუშაობდნენ, ეხლა მე ცოტა ისე ლაპარაკობ, ხა შედეგებსაც რო ვაკვირდებოდი ხოლმე მე ეს მთავარი ღერძია გასტროფსიქოლოგიას, რომ იმაზე შორს შეგვიძლია გავიხედოთ, ვიდრე სხვა სისტემებს, ან უნდა ვიყოთ ახლა მთელი ცხოვრება ადამიანთან თერაპიულ პროცესში, რომ ის ბოლომდე გავიგოთ, ხო? ბოლომდე შევიგრძნოთ, ხო ეს ადამიანი და მანდა ჩვენი უნარები ახლა როგორ არის, ამასაც აქვს მნიშვნელობა. და აი ეს ბონუსები აქვს ასტროფსიქოლოგიას, რომ აი აქ რო გავდიოდ, იცით რა არის საინტერესო? ან ხვდება ადამიანი, რომ ამ ლილიტს ძალიან სერიოზულად ბლოკავს და ყურადღება ჭირდება მის შავ მთვარეს და ის უკვე ახლა ცოტა ზედა საფეხურიდან რო შეხედავენ ხოლმე აღარ გამოდის ისეთი ბნელი, ეს გამოდის დაჩაგრული არარეალიზებული მე მაგალითად აი ჭრთილი ხო რაღაც აი პოლუსი შინაგანი და ჩემ გამოცდილებას გეტყვით აი როცა ლილიტთან შეჯახება გქონია ეს არის თითქოს არარეალიზებული მოდით ესე ვთქვათ პატარა ბავშვი რომელსაც არ მიეცა ის უნარები არ გაიზარდა მოდით ესე ვთქვათ არ გაიზარდა აი როცა კერჩხიბზე ვლაპარაკობთ ხოლმე არ მიეცა ის გარემო რომ ემოციურად გაზრდილიყო აი ემოციური ზრდასრულობა მიეხო, ხო, აი ეს რუნვით და იმ სრულყოფილი ემოციებით ზრდასრულობა, თითქოს რა სადღაც პატარა ბავშვი ცხოვრობს ემოციურად მოწყვლადი და დაუცველი მასში. ანუ თითქოს ამ შავ მთვარესთან, აი თუნდაც თხისქა რო ავიღოთ, ხო, ეხლა თხისქას პატარა ბავშვი ვერ დავარქმევთ სიტყვაზე, მაგრამ იქაც არის არამყიფე მე, ეს არის თითქოს უფრო თამაში ამ სიმყიფის, ვიდრე შიგნით რო არის სადღაც მამიკოს ძიების ენერგია, ხო, არაცნობიერში, ხო? რომელიც მე გამოვლინდება, რომ თითქოს ეს ადამიანი თამაშობს ამ მამას, არა და სიამოვნებაში მართლა უნდა გახდეს თავის მამა. თხისქის კომბინაცია, ხო? მაგრამ ეს უნდა იყოს უკვე შეთანხმებული საკუთარ თავთან და არა მაგალითად ის რომ აი მე ავიკიდო ყველა იმისთვის რომ იმათმა ეგება გამიწიან მერე რაღაცა მამური ზრუნველობა. ან მე დავაჯერო ჩემთვის ვითომ არანაირი საყრდენი არ მჭირდება, ხო? მაგრამ აქ უნდა იყოს შეთანხმება. აი ამ სიმართლესთან ზიარი, აი ეს არის ლილითთან შეჯახება, როგორი სიმართლესთან შეხება, იცით? აი საკუთარ თავთან უნდა ძალიან გახსნილები და ძალიან მართლები უნდა გავხდეთ საკუთარ ქვეცნობიერთან, საკუთარ შინაგან მესთან და აი ამ სიმართლეში როცა გავალთ, აქ უნდა ჩამოინგრეს ეგოები. აი ეს ილუზორული ეგოები. ვიღაცა ძალიან ბევრი ხა ჩემთან მიცმოდიან არ არის ეგრე, მაგრამ აი ჩემს ახლობლოში არ არიან ხოლმე ამისთვის მზად, რომ აი ამ ეგოს ჩამომსხვრევის პროცესში იგრძნონ ეს საკუთარი თავი. ურჩევნიათ ხოლმე რაღაც ილუზორულ მეს გამოეკიდონ მაინც ესე რომ ვთქვათ და მან ნუ აი წრეზე ტრიალი არის ხოლმე. აი როდესაც აი ამ ბნელ ხარეს შევხედავთ ჩამოვანგრებთ და ჩამოგრევაგან აი ის რომ შენ ცუდი ხარ შენ არ ხარ ის ვინც მე მეგონა არა უბრალოდ მიმღებლობა იმისი რომ აქ შიგნით არის სადღაც დაუფასებელი პატარა მოწყვლადი მე, რომელსაც არ მიეცა გარემოება, რომ ეს გაზრდილიყო.
არ მიეცა ის სურვილები, რომელიც მას უნდოდა, რომ დაკმაყოფილებული ყოფილიყო. როგორც კი აი ამ კარმულ ასპექტებზე გავდივართ, აუცილებლად გავდივართ ოჯახურ ველზე. აი რამდენიც ხო თერაპიულ პროცესში წლებია ამ სფეროში ვარ და აი რომ მიკითხავს, რომ აი ესეთი გარემო გაქვს გენეტიკურ ხაზში. ხო და აი რო ან თუნდაც თვითონ ულაპარაკიათ ხო ეს შავი მთვარე ჰაერიდან არ მოსულა ხო აი თუნდაც ფსიქოლოგიურ ასტროლოგიაში რო ვილაპარაკოთ ან ეს კარმული ასპექტები ან შიდა ეს მოდით ფსიქოლოგიურ ენაზე რო ვთქვათ აი ეს ბნელი მხარე ჩვენი ქვეცნობიერი ტრამვები მოდით აი კიდე უფრო ზედაპირულად რო ვთქვათ ისე არ მოდის ანუ ეს არის ოჯახური ველი რომელიც ჩემმა ფსიქიკამ სადღაც მიიღო ტრამვულად მაგალითად და აქაც ჩემი პირადი მოწყვლადობა ჩანს რატომ მოვედი ამ ოჯახში მაინც ამეწყო რომ აი ეს ველი ყოფილიყო ჩემთან აი პირდაპირ რომ მიკაკუნებს რომ აი ეს გაკ დასამუშავებელი და იმის ნაცვლად რომ ჩვენ დავინახოთ გავიგოთ და ამაზე ვიმუშაოთ ხშირად ვაიგნორებთ რომ ვითომ არაფერი არ ხდება ხო და ან ვქმნით იმ ილუზორულ ხაზს რომ ვითომ პირიქით აქ ძალიან კარგად ვართ ხო და აი თერაპიულ პროცესში აი ამ სიმართლესთან შეჯახება რომ ხდება იმხელა ამოსუნ თქვა, აქვთ ხოლმე შემდგომ, მეც მქონდა ეს ხო, ეს თერაპიულ პროცესში და ავტომატურად გადმოდის და მე ხო ხედავ ხა ნათელი ენერგია სად აქვს ადამიანს, ის ავთენტური მე სად არის მაგალითად, ხო, მისი რესურსები სად არის და ცოტა ისე რომ წაგვიყვანია, ზოგჯერ ყოფილა რომ ერთ სამი სეანსი ვერ მიმختارან მაგალითად, აი ეს ენერგია არ ვიცი. აი იქ რო წერია ჩემი ნათელი, მე ვერ ვგზნობ ამას, იმიტომ რომ ლილითზე იჭდა ძალიან. როგორც კი აი ამ ნათელ ენერგიას შემოუშვებენ ენერგეტიკულ სტრუქტურაში და აქ უკვე თერაპია აღარ არის, აქ სუფთა ენერგეტიკული პრაქტიკები მიდის ამ მომენტში. და როგორ ხდება იცით, რომ ზოგჯერ როცა აი ამ ენერგეტიკულ პრაქტიკას გავივლით, შეიძლება მთელი საათ ნახევარი 2 საათი აი სულ ამ ენერგეტიკულ პრაქტიკებში ვიყოთ, ხო, ზოგჯერ გამოტირება ხდება იმ ტრამვების, ზოგჯერ შეხება ხდება და ზოგჯერ გამოტირება ხდება იმისი, რომ მე ნათელ ენერგიასთან რატო დავბლოკე ჩემი ნათელი ესე, რატო დავივიწყე ვინ ვარ სინამდვილეში. აი ეს განცდადობა შემოდის ხოლმე თერაპიის პროცესში რაც ასევე მეც მქონია და მე დღემდე მიგრძელდება ეს მაგალითად რატო ოდესღაც რატო დავკარგე ეს რაც ყველაზე ესეთი ნათელი და ძლიერი იყო ჩემში და აი ეგ მომენტი არის რომ სადღაც აი ამ ტრამვებში ამ ტკივილებში ვკარგავთ აი იმ ნათელ ენერგიას და ამ ნათელ ენერგიასთან იკარგება ასევე კავშირი იმ სამყაროებთან საიდანაც მოვდივართ აქ უკვე ეზოთერული კარმული ასტროლოგია ირთვება აქ ირთვება უკვე აი ეს ენერგიები რომელიც სულიერ სამყაროში არის რომელიც ჩვენ კავშირი გვაქვს ამ სულიერ ენერგიებთან ღვთიურ ენერგიებთან და თითქოს ის ყველაფერი იბლოკება ჩვენში ეს ღვთიური ენერგიები იმიტომ რომ აი მწყენებში და აი ამ უკმარისობებში და ამ ნეგატივში ჩავეშვით. შემდეგი პროცესი ხდება ხოლმე თერაპიის დროს, როდესაც აი ამ წარმოსახვითი თერაპიებით, მაგალითად, გავა კონტაქტზე ამ ნათელ ენერგიასთან, საკუთარ ნათელ ენერგიასთან, მე იქ ვარ პროცესში ბოლომდე ემოციურად, ინტელექტუალურად, ენერგეტიკულად თლიანად გავდივართ ხოლმე ერთად ამ პროცესს და ესეც მნიშვნელოვანია რომ მარტო არ არის ადამიანი ამ გზაზე და მასთან არის მე მაგალითად ეს მიყვები ხოლმე ადამიანებს რომ ეს საკუთარ ჯოჯოხეთში რო ხარ ნამყოფი და რო ამასული ხარ იქიდან და ადამიანი რო აპირებს ჩასვლას და გენდობა ინტერიცის რომ შენი გიყავი უკვე ესე რო ვთქვათ ხო და ამ ჯოჯოხეს გულისხმობ აი ამ დარგში ჩახედვა ხო ამ ილუზიებში ამ ტყუილში ან ამ უბრალოდ რო ვერ ხედავდი მე არ მქონია იმის განცდა რომ რაღაცა ტყუილი იყო მე უფრო მქონდა განცდა რომ რაღაც უბრალოდ არ ჩანდა სადღაც დაიკარგა ის ყველაფერი ის ხედვა დაიკარგა რაც მქონდა ოდესღაც ხო ან ცოდნა არის ეს ან ენერგია ან რწმენა რაღაცის ხო აი სადღაც აი ამ ადამიანურ ცხოვრებისეულ პრობლემებში სადღაც ჩაიკარგა თითქოს შენი ნათელი და აი აქ ხდება ხოლმე რაღაცნაირად გაღვიძება, გახსენება ამ ავთენტური მესი ვინ ვარ სინამდვილეში ხდება გაძლიერება სულის რომ აი მარტო არა ვარ და ხდება აი უფრო ზედასაფეხურიდან დანახვა პროცესის რომ მე მარტო არა ვარ ამ სამყაროში და უბრალოდ მე რომ მეგონა რომ მარტო ვიყავი სადღაც ხა მე ყველას ისტორიას არ გიყვებით აი ფრაგმენტულად ზოგს ეს ემოცია ქონია ხო
რომ უბრალოდ რაღაცები ვერ დავინახე და რაღაცები აი ამ მიწიერმა წყენებმა, აი ამ პრობლემებმა, ამ ტრამვებმა ჩამიშვა სადღაც, ხო და დამავიწყა ეს ყველაფერი და მე სამყაროს ვაბრალებთ. ან ბედს ვაბრალებთ ამ ყველაფერს, ხო? და აი ეს კარმულ ასტროლოგიაში ძალიან კარგად ჩანს, როგორ შეგვიძლია უკვე თერაპიულად ვიმუშაოთ, იქნება ეს. ცით აი ჩემ პრაქტიკაში ხა მე როგორც პლუტონიანელი მაგალითად, ენერგეტიკული პრაქტიკის გარეშე არ გამოდის ეს ეხრმად გაცნობიერებები, არ გამოდის, იმიტომ რომ აი აქ საჭირო არის უფრო აი ამ კარმულ სტრუქტურებს რო გულისხმობთ, აქ გასვლა. კარმული სტრუქტურა ეს არის, რომ უნდა შევხვდეთ იმ ნაწილს, რომელიც სადღაც რომელიღაც ცხოვრებაში კარმულ ასტროლოგიაში რო ვთქვათ, სადღაც ძველ ემოციაში არის გაჭედილი, ძველი ტრამვები არის, აი სხვადასხვა ინკარნაციებში აკრეფილი კარმული პროგრამები, ხო? ერთ-ერთი საინტერესო იყო ჩემთვის ჰიპნოთერაპია. ესეთ რაღაცას ვნახულობ ჰიპნოზზე, რომ რაღაც მოვლენა მოხდება ჩემს წინ და ვარ აი თითქოს შოკირებული, რომ აი რატომ რა ხდება, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რაღაც სიკვდილის სიცოცხლის მომენტი იყო იქ და უცებ ხედავ, რომ სადღაც საერთოდ სხვა ცხოვრებაში, საერთოდ სხვა პლანეტაზე, სხვა სამყაროში იგივე სიტუაციას ვერ გავმკლავდი. იგივე სიტუაციაში ვიყავი და თითქოს ის პროგრამა სულ მეორდებოდა შემდგომ, სანამ ამის გაშვებას არ ვისწავლიდი. და ამ თერაპიულ პროცესში ვერ ვიტყვი, რომ იგივე ჩემთან ახლა ამ ცხოვრებაში მომხდარა, მაგრამ განცდადობაში შემოდიოდა მსგავსი იმპულსი. ძალიან კარგად ვაკვირდებით ხოლმე აი ამ კარმულ იმპულსებს, აი რომ მოდის ადამიანი ჩემთან და მაგალითად აქვს პირად ცხოვრებაში პრობლემა. აქვს ან ჩაჭედილობა ამ პირადზე, ან პირიქით გაგდება უნდა რაღაცა არ იკარებს ამ პირადს, ხო საერთოდ და საერთოდ არ უნდა, ან კარიერაში არის იგივე სიტუაციაში. ყოველთვის გავდივართ კარმულ ასპექტებზე და აი ზოგჯერ ახლა ძალიან ისეთი საინტერესო გაცნობიერებული ხალხი მოდის ხოლმე და ეგრევე გადიან, რომ აი თითქოს სხვადასხვა სამყაროში რაღაცა მოხდა მათ ცხოვრებაში და ეს ემოცია ახსენებს თითქოს იმათ. ზოგჯერ ყოფილა, რომ არ აქვს ახლა ადამიანს ის რომ არ იქა ახლა გაიხსენა წინა ცხოვრება, მაგრამ ყვება ემოციას და იქ შავმთვარეს უყურებ მაგალითად ამ კომბინაციას სატურნსა და შავმთვარეს და კარმულ კვანტს მაგალითად კომბინაციაში და ამ ისტორიაში შემყავს ეს ადამიანი და აი ზოგჯერ ტირილითაც კი გამოუტირიათ ის ლილიტის კომბინაცია კარმულ კვანტებთან მაგალითად, ხო, რომელიც რეალურად არ ქონიათ ცხოვრებაში, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რატო არიდებდნენ სულ თავს ამ ყველაფერს. ანუ ეს არის ენერგეტიკულად მისაღები და არა კოგნიტურად, ან აი სუბუქი მართლა მთვარის დონეზე გასაცნობიერებელი, ხო, იმიტომ რომ აი ამიტომ არის რომ მე სხვადასხვა ტექნიკები რო ვცადე, უფრო ის მომიხდა ის ტექნიკები ყველაფერი ერთად, იმიტომ რომ მხოლოდ ფსიქოთერაპია ამ სიღრმეში ვერ გადის. ეხლა როცა აი დედისგან და მამისგან ეს ტრამვა გაგდა, რატომ აქ ეს ტრამვა სულ პატარა ვიყავი, რომ ვიყურებოდი, აი რა საიდან მოვედი, რა ხდებოდა მეთქი სანამ დავიბადებოდი, ჩემი სული სად იყო. აი ეს თემა სულ მიტრიალდებოდა მთელი ბავშვობა. და აი ეს მომენტი რომ აი ეს დედა რატო არის ეგეთი, ის გარემო რატო არის ეგეთი, ის მამა რატო არის ეგეთი, ხო? და მე რატომ მოვახდინე ესეთი რეაგირება ამ ყველაფერზე? აქ გავდივართ კარმულ ასტროლოგიაში. და ვისაც ახლა ჰიპნოთერაპიული პრაქტიკები ქონია, ხვდებიან ხოლმე მე რასაც ვლაპარაკობ, აი გავდივართ აუცილებლად უკვე ძალიან დიდ სტრუქტურაზე. და აი როცა რაღაცაში გვაქვს ეს ტრამვა, ეს არ არის ერთი ცხოვრების, ეს არის ძალიან ბევრი ცხოვრების დაგროვილი, რომელიც ვერ მოხდა ამის დამუშავება და გაცნობიერება. ჩვენ კიდევ უფრო ვამატებთ ამას, როცა არ ვაცნობიერებთ, კიდევ უფრო ვაძლიერებთ ამ ლილიტს და კიდევ უფრო დაბალ ვიბრაციებში შეგვყავს ჩვენი თავი. აი ეს არის ხოლმე, ხო? და ამასაც გრძნობთ ხოლმე, თუნდაც თერაპიულ პროცესში გრძნობენ, აი ნენელა რაღაც ისეთი ნეგატიური ენერგიები, აი რო ხელთან რო ვიწყებთ ხოლმე კონტაქტს, აბა ახლა სად გრძნობ ამ ბლოკს და დაელაპარაკე და კონტაქტზე გავდივართ ამასთან და ენერგეტიკული შეხებები გვაქვს ხოლმე, ხო? იქ მიდის რა იცით, აი გრძნობს ადამიანი, რომ რამდენი ხანია ამას დავატარებ ფსიქოსომატურათაც რო ეტყობათ უკვე, ხო, რომ აქვთ ეს პრობლემები და აი ეს არ არის ერთი ცხოვრება, აი ძალიან დიდი ხანი ზოგი ხედავს ხოლმე თავის თავს
არ არის ჰიპნოთერაპია, ჩაურბე ტრანსულ თერაპიაში, ხო, მაგალითად, ან უბრალოდ კონტაქტზე საკუთარ სხეულთან, ხო, აქ არ არის აუცილებელი ბევრი ამბავი. და ადამიანი რო ამბობს, რომ მე ძალიან ბებერი ვარ, ძალიან მოხუცი ვარ და აღარ მინდა არაფერი და მე ამაზე ვიწყებთ, ამ მოხუც მესთან ვიწყებთ ურთიერთობას, კომუნიკაციას, დალაპარაკებას, ემოციების გაზიარებას. და აი ნენელა ამ ენერგეტიკულ წარმოსახვით პრაქტიკებში ხო ადამიანი დგება აბსოლუტურად სხვა და რაღაცა ერთი პროცესი თერაპიის რო დასრულდება ხოლმე ზოგჯერ არის ესე რომ ერთ შეხვედრაზე ორ ნაწილსაც გავდივართ სხვადასხვა თემებს მაგალითად და ხდება პროცესი რომ გარეგნობაც კი ეცვლება ადამიანს ვიზუალურად აი ხა ვინც მოხუც ცათახი ქონდა თავს რა ასრულებს თერაპიას და რაღაცა ის გაბწყინებული თვალები, რაღაც ხიარული ბრუნდება თითქოს. მეც მქონია ერთხელ ესეთი პრაქტიკა თერაპიაზე, ლევან შატბერაშვილთან ვიყავი მაშინ ფსიქოთერაპიაზე და რაღაც ესეთი კარმული, მეც რო არ ველოდი უცებ, აი რაღაც შუა საუკუნეებში ხვდები. და აი ეგ რაღაცა სწავლი ხდება და გადავაპროგრამეთ ეს, გადავამუშავეთ და რა ბრუნდები და ეხა ჩაიხედა სარკეშიო და ის სპეციალურ ფოტოებს რო იღებ რა და სხვა სახე მქონდა საერთოდ. აი საერთოდ სხვა სახით დაუბრუნდი სხვა გამომეტყველებით და აი მანდ მივხვდი, მე დავიწყე თქვათ დაკვირვება ხო სხვებზეც, აი თერაპიულ პროცესში, ან ჰიპნოთერაპიაზე რო ვაკორდებოდი ხოლმე რო ვესწრებოდი, აი მანდაც დავინახე რომ მართლა ეცვლებათ ადამიანებს შეგრძნებები, სახე მაგალითად ხო, აი ეს რაღაცა დიდი ტვირთი, ფსიქოლოგიური ტვირთი რო ჩამოდის ხოლმე მათგან, თუმცა ჩემი გამოცდილებით ეს ენერგეტიკული პრაქტიკის გარეშე ეს არ გამოდის. აი შეხებები, აი იმ ემოციასთან შეხება, უნდა რომ ვიზუალურად წარმოვიდგინოთ ეს თქვათ ენერგოსტრუქტურა, ეს ვლადიმერ ბენაიძემ ძალიან კარგად მასწავლა ბიოენერგეტიკოსმა სხვათა შორის ადრე, როგორც ინფორმაციულ ენერგეტიკული სტრუქტურა ისე ვუყურებთ იმ ემოციას, იმ ტრამვას მაგალითად და მასთან კონტაქტზე გავდივართ და ნენელა ამ ინფორმაციულ ენერგეტიკულ სტრუქტურასთან ვიწყებთ კონტაქტის დამყარებას და დიალოგი მასთან, ხო? მასთან ჩვენივე შექმნილ ტრამვის ენერგიასთან, ხო? კონტაქტი, რომელიც ისევე ჩვენი ნაწილი არის, მაგრამ როგორც ადრე ჩარლზ ლედბიტერს აქვს ესეთი ძალიან საინტერესო წიგნი ჩაკრებზეც აქვს სხვათა შორის, მაგრამ რამოდენიმე წიგნი ყველაფერი მაქვს მის წაკითხული, უბრალოდ რომელში წერია ეგ დამავიწყდა, ყოველ შემთხვევაში აქვს მთლიანად ახასიათებული აზრის ფორმები. წიგნია ცალკე. აზრის ფორმები, სადაც კარგად აქვს აღწერილი, როგორ ჩვენივე ემოციები, რომელიც თერაპიებზე ნანახი გვაქვს. ეს ვინც ჩემთან ერთად მომყვება მაგალითად, ჩემი ჩათვლით მეც მართლა აი ჩვეულებრივი ფსიქოთერაპია ამას ფსიქოსომატიკას ეძახის, როცა რაღაც ემოცია შეიკრება და ენერგიასავით ცხოვრობს სხეულში, ხო? და ლედბიტერს ეს აქვს დაწერილი 100 წლის წინ თუ 150 წლის წინ, რომ არის აზრის ფორმები, რომელიც დაყვება. და ეს არის ჩვენი ემოციები, რომელიც იკვებება მე ამ ჩვენი ენერგიით, მაგალითად და ის უკვე ენერგია ხდება. არ არის ეს აზრი ენერგია, მაგრამ არის ენერგია, რომელიც იკვებება მაგალითად უკვე ჩვენგან. სხვათა შორის, აი როცა ადამიანს ძალიან ბევრი ნივთები აქვს, ძალიან ბევრი, აი ის რო უყრიათ ხოლმე, ხო, იცით, გამოუსადეგ არის საგნები სახლში, ძალიან ბევრი და ბარდაკი რო აქვთ ხოლმე სახლში, ის ენერგიები, ის ნივთები ჩვენ ენერგეტიკაზე ჩდება და ჩვენ გვაცლის ენერგიას მე. ანუ ჩვენ ნივთები ჩვენ ენერგეტიკასთან ძალიან კავშირში არის, ზოგადად რო იცოდეთ. და დაახლოებით ესეთ რაღაცას აღწერს ლედბიტერი, ოღონდ როგორც ჩვენი ემოციები, რომელიც გარდაიქმნება ენერგიებად და მე როცა ვმუშაობდი ამ თემებზე, ხო, ახლა მე სულ ასტროლოგიაზე ვლაპარაკობ და სიამტვილეში ძალიან ბევრი თერაპიული პრაქტიკა მაქვს გავლილი, კვლევები მაქვს თერაპიული ჰიპნოთერაპიაზე, წარმოსახვის თერაპიებზე, მაგალითად, ხო, ველის თეორიის, აი ეს მაინტერესებდა ძალიან ველის თეორიაში, ეს გეშტალტ თერაპიაში, როგორ მუშაობს ველი და მე ადრეს გითხარით ახლა ვიდეოში, თუნდაც ახლა ასტროლოგიური სკოლა რომ აქვს ხოლმე, იქ ველი რო იკვრება, აი ისეთი საინტერესო რაღაცები ხდება ხოლმე. აი თითქოს ერთმანეთის გამოწვევები, აი რაც გვაწუხებს, აი უცებ რო
პასუხები შემოდის, რაღაც ენერგიები რო შემოდის, ხო, მე ჯგუფურ თერაპიებს როცა ვაკეთებ, ხო, იქაც აი ეს ველის თეორია ძალიან ესეთი არის ჩემთვის ენერგეტიკული თემა, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის, იმიტომ რომ მანდ უფრო ვხედავ მე თავარ აქცენტს, ვიდრე უბრალოდ რაღაც ზედაპირულ ფსიქოლოგიაში, ხო, ესე რომ ვთქვათ და მაგიტომ არის ხოლმე ხა რაღაც ძალიან მიწიერი ფსიქოლოგიური ისენი რომ მიდის ვიწიერ დონეზე, ხო? თუმცა ესეც მუშაობს, რა თქმა უნდა, მე მქონია ეხლანდელი გამოცდილებაც, რომ აი ადამიანი, რომელიც ჩემთვის ცოტა პრობლემური იყო, როგორ ტრავმას მაყენებდა ფსიქოლოგიურს, ხო? ან სიტუაციამ, როცა ტრავმა მომაყენა, მქონდა რაღაცა პატარა აი ჯანმრთელობის პრობლემა და მე რო ამეკვიატა მაგალითად რაღაცა აი ფობია, ხო? ხა ნორმალური არის ეს, ანუ ეს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ფაქტორები აქ, როცა ტრავმირებულები ხდებით სხვა რაღაცით. აი ბავშვი რო არის, ხო, იცით რომ მოიწამლება და მე კაიხანი ხორცს რო აღარ ჭამს, ან აღარ ეკარება, ეს ჩვეულებრივი ტრავმა არის ფსიქოლოგიური, მაგრამ არის ახლა მე რასაც ვაპარაკო, ეს კარმული ტრავმებს ვეწახით, ხო, ამას მე უკვე, ხო? და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კარმულია თუ არ არის, ან სტრუქტურაზე თუ გავდივართ, ძალიან იცვლება ადამიანი, ენერგეტიკულად იცვლება, ფსიქოტიპით იცვლება, ბევრად უფრო ჰარმონიული ხდება სამყაროსთან. მაგალითად, თუმცა მე როდესაც ამ პრაქტიკებში მუშაობ, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს კარმული კვანძები. ფაქტიურად, აი რაც გითხარით, ხო, კარმული ასპექტები მთლიანად იწყებს მუშაობას. ანუ, როდესაც იქ ლილიტზე მუშაობთ სიტყვაზე, ხო? და ადამიანი ვერ არღვევს ამ ლილიტის ენერგიას, ხო, სადღაც და ხედავთ, რომ განცადობაში აქ რო აღმავლზე არსის. აღმავლის, ანუ თუ ჩვენ აღმავლის, ანუ განვითარების გზაზე არ ვზივართ, იქ ლილიტში უფრო შევდივართ, მაგალითად, და პლუს სელენას გარკვეულწილად იქ ცოტა ისე ხდება, ხო, იქ იუპიტერიც იჩაგრება, ეს ძალიან ახლა ასტროლოგიურ ენაზე რო თქვენ გელაპარაკოთ, ვისაც გესმით ახლა ეს ტერმინები, მაგრამ თერაპიულ პრაქტიკაში ეს იცით როგორ არის, რაღაცანაირად ნენელა მიდის ეს, აი თერაპიულ პროცესში, უცებ ხედავთ, რომ მთავარი პრობლემა ადამიანს აქვს კარმული კვანძი არ აქვს ჩართული, აღმავალი. კიდევ უფრო მეც გეტყვით, თუ მოდიან ჩემთან მწვავე ნევროზული ფონით, მაგალითად, ან დეპრესია, ჩუმი დეპრესია შეიძლება იყოს. ხა მაინც პრობლემური ესეთი პრობლემებით ადამიანები ჩემთან არ მოდიან ისეთ გამოკვეთილი, ხო? თუმცა როდესაც ახლა მეც თუ მქონია რაღაც, აი ენერგეტიკულად რო ვერ ვარ და აი სუსტად ვარ, არაფრის თავი არ მაქვს და მაქედან დავიწყე მე რეკულება და უბრალოდ აღმავალს არ ვიჭექი. ანუ სადღაც არ ვავლენთ კარმულ მისიას. აქედან მოდის ყველანაირი პრობლემები მერე და ლილიტი უფრო აქტიურდება, ნეგატიური კარმა უფრო აქტიურდება. ეს კომპლექსებით შიდა უკმაყოფილება საკუთარი თავის მიმართ კიდევ უფრო აქტიურდება. და საბოლოო ჯამში თერაპიულ პროცესში დაუხურია თერაპიული პროცესი თემას, როგორც კი ენერგეტიკულად გაცნობიერებულად ამავე დროს სელენა და აღმავალი ერთად ამუშავა ადამიანმა. აი აღმავალის ზონაში შევიდა მაგალითად, ხო? ცნობიერად, ოღონდ გაცნობიერებულად ენერგეტიკულ ველში შევიდა ამ აღმავალთან. უცებ თითქოს აქვს ხოლმე მე განცდა ადამიანს, რომ აი განახლება ხდება ჩემი, აი რაღაცნაირად თითქოს წარსული დამთავრდა, სადღაც მეც მქონდა ეგ განცდა, როცა აღმოვაჩინე, რომ აღარ მინდა ეს დაღმავალის ენერგია, ფსიქოტიპით დაღმავალის ენერგია, აი თითქოს იყოფა ჩემი ცხოვრება მანამდე და მერე. აი მე უკვე ის ჩემი წარსული, მე იქ ვეღარ ვხედავდი ჩემ თავს. და ის იმას კი არ ნიშნავს, რომ დაღმავალი და მოჭრა და საერთოდ გადააგდო. არა, აი მენტალურად როცა დაგჭირდება შენ დაღმავალის რესურსი გაქვს, მაგრამ მენტალურად შენ უკვე იქ აღარ ახარ. ანუ სხვა ადამიანის ენერგეტიკულ სტრუქტურაში შეხვედი. აი ესეთ რაღაც არის, როცა აღმავალს რთავს ადამიანი და აქ რაც არ უნდა ჩვენ კოგნიტურად ვილაპარაკოთ ასტროლოგიურ რუკაზე, ხლა მე რატო ძალიან დიდი ხანია უკვე ესე უბრალოდ ასტროკონსულტაციებს აღარ ვაკეთებ, ესე რომ ის ვენერა აქ ყავს და ეს კვადრატურა არის და იმას მოერიდე და აქ შენ შეიძლება ავარია დაგემართოს, ან იქ შენ შეიძლება გაკოტრდე. ხა ეგეთ არც ეს არ ვაკეთებდი ესეთ დონეზე რუკას, ყოველთვის უფრო ფსიქოლოგიურად მივდიოდი, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით უკვე პირდაპირ თერაპიულ პროცესში შევდივართ. ამ ყველაფერს ვახსენებ, ვამბობ რა აქ ის ჩანს და მოდი ეხლა ვიმუშაოთ ამ ასპექტზე რა ხდება შენთან.
როგორ შეგიძლია ეს დაამუშავო, რა ტრამვაზე გავდივართ, გავა ტრამვაზე ადამიანი და მე ვიწყებთ ამაზე მუშაობას. აი ესე პატარ-პატარა ნაწილებით, რაც კი რუკაში ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ხოლმე ამის ესე ცხოვრებას ვიწყებთ. მე თუ მოუნდება ადამიანს უკვე კონკრეტულად არის ადამიანი მოდის გამოწვევებით ამ მომენტში და მას სატურნული ენერგია აწუხებს. ვიწყებთ მუშაობას სატურნის ენერგიაზე. მე ზოგს აწუხებს კარმული კვანძების გამოწვევა, რომ აშკარად ვერ აგნებს განვითარებასა და აქვს ხო საწავიდეს და მანდ ვიწყებთ უკვე დაღმავალთან შეხებას და ეს დაღმავალთან შეხება როგორ არის ეს რომ რაღაც ძველ ენერგიებთან გამომშვიდობება გვიწევს მაგ დროს ძველ ცნობიერებასთან, ძველ ღირებულებებთან და ეს ღირებულებები უნდა გაუშვათ ჩვენგან და ესეც თერაპიული პროცესია და ბევრად უფრო სწრაფად ხდება, როდესაც ენერგეტიკულ დონეზე ხდება ამ ემოციებთან შეხვედრა და არა კოგნიტურად გაცნობიერებით, აი იმ ემოციის და იმ რაღაც ენერგეტიკული შეხების გაცნობიერება არის შემდგომ უკვე მნიშვნელოვანი, ჯერ განცდადობაში იგრძნოს ადამიანმა ეს თორე თუ უბრალოდ ტვინი აქვს ჩართული, მე ზოგ საერთოდ ვაჩერებ და საერთოდ აი რომ ხედავ რომ ინტელექტუალიზაციაში არის ადამიანი წასული ან მარტო ლაპარაკობს, ან მარტო აზროვნებს, ხათშორის თერაპიაშიც ეს ცნობილი არის, რომ თუ ინტელექტუალიზაციაში არის კლიენტი, ყველაზე რთული არის მუშაობა ესეთთან, იმიტომ რომ მას აქვს საერთოდ სხეული მივიწყებული, ესე არის თერაპიულად. სხეული რას ნიშნავს? სხეული არის შეგრძნებები. აი აქ თუ მიდის მთელი პროცესი, ესე იგი აქ შიგნით შეგრძნებები არის დაკარგული საერთოდ. ესე იგი მე არ მინდა წვდომა ამ შეგრძნებებთან, იმიტომ რომ მე არ მინდა ვიცნობდე ჩემ თავს. არ მინდა ღრმა კონტაქტი მქონდეს ჩემ თავთან. ნუ აქ ემოციური ინტელექტის ზოგჯერ პრობლემაც არის, რომ არ აქვს ადამიანს ის განვითარება ემოციური, ან ზოგჯერ არის ხელოვნურად დაბლოკვა, იმიტომ რომ ეს რომ მე განვავითარო, მე ჩემს უნდა შევხვდე, მე ჩემს უნდა შევხვდე, მე ჩემ ლილიც უნდა შევხვდე. მე იქ რაღაცების დათმობა მომიწევს, მე ეს არ მინდა და ხდება ხოლმე დაბლოკვა, ხო? ზოგს აქვს ძალიან განცდადობა გახსნილი და ილუზორულში გადადის მაგალითად, რომ აი მე ჩემი შეგრძნებით მე ძალიან ვამოწმებ ხოლმე, იცით? აი შეიძლება მქონია ესეთი მომენტი, რომ აი ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, გავიცანი სიტყვაზე და მაქვს შეგრძნებები, უარყოფითი ამ ადამიანთან და ნუ აი ვცდილობ ხოლმე რომ დავთრგუნო ეს უარყოფითი. ამ ვიცი, რას იზამს, როგორ იზამს, რუკაც ვიცი სიტყვაზე, სად წავა ეს ადამიანი, მე რა თქმა უნდა ამაზე არაფერს არ ვიმჩნევ, იმიტომ არაფერი არ ვიცი. სუფთა ფურცლიდან ვეურთიერთები ადამიანს მაგალითად და აი მე ხდება როგორ რაღაც იცით, რომ შეგრძნებები მაქვს, მაგრამ ამას ვამოწმებ, ვაკვირდები, ხო არ არის ეს მაგალითად რომ ან რუკიდან გამომდინარე ან ხო არ არის ეს ჩემი ძველი გამოცდილებებიდან გამომდინარე, ხო მაინც ვამოწმებ. მე ვხედავ იმისა, რომ ინტუიცია ძალიან კარგი მაქვს, ლოგიკური აზროვნება ძალიან კარგი მაქვს სიტყვაზე, ჩემი წარმოდგენით. და მაინც ვამოწმებ. თუმცა აი ის მომენტი რომ მორჩა ესეა და ახლა რუკაში რომ ეს უჩას, ის ყველა ვარიანტში ამას გააკეთებს, აი ამ ვარიანტში არ ვარ ხოლმე. მაინც ვაძლევ ადამიანს შანსს, რომ მე კი ვიცი ინფორმაციულად აქ რა ხდება, ჩემ შეგრძნებებსაც ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ მე შანსს გაძლევ, რომ აბა ამის მიღმა თუ მანახებ შენ თავს, ხო? და როგორც წესი ხოლმე ამ შანსს ვიყენებენ. და მაინც ის მომენტი არის რა, რომ ეს შენი ის რომ ექსპერიმენტი რომ ესე ცუდად რო ჩაიარა ექსპერიმენტი, ახლა ხდებით, მაინც ჯობია ენდო ხოლმე თავს, მაგრამ მაინც ყოველთვის ვაძლევ შანსს გარემოებას, ჩემ შეგრძნებებსაც რომ შეიძლება ეს ეგრე არც იყოს, ნუ ხა თუ ძალიან არ მიკაკუნებს და თუ ძალიან ხა უარყოფითი ემოცია არ მომდის ადამიანზე, მანც ვცდილობ რომ ხო არ არის ძველი გამოცდილებები, ხო არ არის ჩემი რაღაც, ნუ სასწორი მაქვს და აქ ჩემი სასწორი ცდილობს ყველას გაუგოს. ყველას მოერგოს. ეს ჩემი კიდე პრობლემა არის. თუმცა მან ყოველთვის ვამოწმებ. ანუ არის ესეთი მომენტი, რომ ჩემი შეგრძნებებით არის ეს. შეიძლება ეგრე არ იყოს. მაგრამ მნიშვნელოვანი განა ის არის, როგორ არის სინამდვილეში. იმ მომენტში თუ მე ესე ვიგრძენი, მაგალითად რაღაც პროცესი დასრულდა, მე ვგრძნობ რომ დასრულდა, ხო? და მე არ ვიცი იქ სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ ჩემს ფსიქიკაში მე რაღაცას გამოვემშვიდობ. აი აქ უკვე ჩემს ვარიანტს ვიღებ, როგორც ფსიქოლოგიურ, აი ამ
პატერს როდესაც აი ფსიქოსომატურ თემაში რაღაცა ის ლედვიტერი რომ ამბობდა ხო ენერგიის განლევა რო ხდება თქვათ ხო აი ეს პროცესი მოხდა ანუ მაინც გამოდივართ ხოლმე ცოტა სუბიექტური მხრიდან რომ აი ჩვენზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული ხო შეიძლება ეს ჭეშმარიტებასთან არ იყოს ეხლა მე თუ ხედავ რაღაც ენერგია მოდის და ეხლა მთავარანგელოზი მეხუტება შეიძლება მე ის კი არ ვიფიქრო აი თერაპიულ პროცესში მართლა მთავარანგელოზი ჩამეხუტა რაღაცა ჩემში რაღაცა ნათელი არის სიტყვაზე ხო მაგრამ ყველაზე მთავარი რომ არ აქვს მნიშვნელობა ის რა იყო ჩვენ ემოციებს ვაკვირდებით და ვხედავთ რომ რაღაც თანადგომა გვაქვს ხო შიდა რესურსით თუნდაც ხო ყოველთვის ვცდილობ რაღაც ინტერპრეტაციებით დავიცვა აი ილუზიებისგან ხოლმე საკუთარი თავი მიუხედავად რომ მე ნეპტუნია საერთოდ არ მაქვს დაზიანებული მაინც ეს არის ყველაზე ჩემი აზრით ყველაზე ესეთი ჯანსაღი მიდგომა ხოლმე და ზოგს პირიქით ეს პრობლემა აქვს უფრო რომ აი ფანტაზიებში და იმებში გადადიან და შეგრძნებებში და იქ უკვე რეალურად ლოგიკაც და სხვა რიცი ეკარგებათ ხოლმე ზოგჯერ ან მეორე ადამიანი რომელიც საერთოდ ამ გრძნობებთან კონტაქტში არ არის და მხოლოდ კოგნიციაში არის წასული მხოლოდ ინტელექტუალიზაციაში ხომ აი მსჯელობაში მოდით ესე ვთქვათ მსჯელობაში არის საკუთარ თავთან წასული ესეთ ადამიანებთან რა თქმა უნდა ის თერაპია ახლა მე რასაც ლაპარაკობ არ გამოდის ძალიან ბევრი მან უშვებ ხოლმე გეშტალტ თერაპევტებთან რომელიც ხელზე ორიენტირებულ თერაპიას ატარებენ მაგალითად ჯერ უნდა გაიღვიძოს სხეულმა ჯერ უნდა შეგრძნებებმა გაიღვიძოს და შემდგომ ნელა ნაბიჯ ხდება უკვე აი იმ სტრუქტურებში იმ მე აქ ვიყავი ანუ ისე კი არ იყო რომ დავიბადე უკვე ამითი არა აი ძალიან ბევრი ვიმშავე ძალიან ბევრი თერაპიაზე გავდიოდი ამ პროცესს საკუთარ თავთან კონტაქტის დღემდე ბოლომდე კიდევ მაკლია რაღაცები თვალად კმაყოფილიც არა ვარ მაგრამ მაინც ეს სერიოზული სამუშაოა აი მე გადიან ან ზოგს აქვს უკვე ეს შინაგანი წვდომა სერიოზული ან რაღაც გარემოებების გამო ან ცხოვრების გამო და პირდაპირ ამ სტრუქტურებზე მუშაობენ ენერგეტიკულ გადაპროგრამებას აკეთებენ ხოლმე საკუთარი თავის და ეს გავს მეც რაც მაქვს გავლილი მეგობრებო ჩემი ჩათვლით სიტყვით და ყველა აი ვინცაც გაულია ჩემთან ესეთი თერაპიები უამბობდნენ რომ მე დავიბრუნე ჩემი თავი გავიხსენე სინამდვილეში ვინ ვარ თურმე და ამას იმხელა ბედნიერება მოაქვს მერე და იმხელა რაღაც იმიტომ რომ აი ეზოთერულად თუ შევხედავთ მე რო ფიქრობდი რომ აი რა ხდება ამ დროს ხო მაგალითად სულიერ სამყაროებს უკავშირდება ადამიანი და იქიდან ენერგიებს იღებს ანუ რაღაცნაირად ის კი აღარ არის უკვე სამყაროდან მოწყვეტილი რომელსაც ენერგეტიკული არხები გადაკეტილი აქ ხა ეს ეზოთერული ლოგიკით თუ შევხედავთ არამედ უკვე კონტაქტზე ხარ სამყაროსთან გამთლიანებული ხარ სამყაროსთან იცი ვინ ხარ იცი რა რესურსები გაქვს რა მისია გაქვს თუნდაც საკუთარ თავთან რომ თუნდაც ეს ენერგია ატარო სამყაროში მაგალითად და მიმღებლობის ენერგია არის ყოველთვის რაღაცნაირად გარემოსთან ინტეგრაციის ლილიტი თუ გვაშორებს გარემოს და მხოლოდ მიღება გვინდა გარემოსგან რაღაცეების ხო ნათელი კარმა პირიქით ეს არის გახსნილობა და ეს სამყარო უფრო მეც გვაძლევს მერე ზუსტად ამიტომ რომ ჩვენ გახსნილები ვართ სამყაროსთვის ჩვენ შეგვიძლია გავცდეთ ცეთ კიდეც და მივიღოთ კიდეც ხო და ეს არის საერთოდ სხვა რამ მართალი რო გითხრათ და ძალიან აი აქ თუ გავედით ხოლმე თერაპიულად და როგორც წესი გავდივართ ხოლმე მეც იმხელა ის ამაქვს ემოცია ის ზუსტად რომ ვიცი რომ აი ჩვენ სადღაც დავბრუნდით მეც ჩემ კუთხით თერაპიასაც გავდივარ ხოლმე ამ დროს მეც ხედავ რომ ეს სისტემა რასაც შემთხვევით წავაწყდივართ ესე ვთქვათ თუმცა ეს ასტროფსიქოლოგიაში არის მინიშნებები ამაზე უბრალოდ არ ვიცი რამდენად აქ გასულან მაგრამ აი ამ არხზე როცა გავედი და მე ყოველ თერაპიის დროს აქ მივდიოდა ყველა და პირველად მე გავედი შემთხვევით ჩემ თავში ჩემ თერაპიებზე აქ და მაქედან დავიწყე მე წლების წინ კვლევა ამ თერაპიული პროცესის ხო ოღონდ ვატყობ ვისთან რა ჩაატარო ვიღაცას უჭირდება უბრალოდ სუბუქი თერაპიული მიდგომა ვიღაცას ჭირდება უბრალოდ გაგება მოსმენა ვიღაცა უბრალოდ ამ ინტელექტუალიზაციაში არის და მხარდაჭერა ჭირდება ხო გააჩნია ვის როგორ მაგრამ როცა ეთყობა ადამიანს აი თვითონ მოყვება მაგალითად ხო და თვითონ გეუბნებათ არავერბალურად ფაქტიურად რომ აქ გამიყვანე აი მათ საერთოდ იცვლება ადამიანი საერთოდ
უბრუნდება თავის საწყის, ესე ვიძახით და აი თქვათ ეზოთერულ წიგნებში ან სულიერ წიგნებში ამაზე არის ხოლმე ლაპარაკი, რომ ჩვენ და დაუბრუნდეთ ახლა იმას კი არ შეიძლება რომ გაბრწყინდებით და რაღაც ნათელი ტიპები ხვდებით, ხო? ეს დარქები, ეს ნორმა არის, ოკეი არის, პირიქით უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ეს არის რაღაცნაირად დაცვითი მექანიზმი, ხო, ჩვენში და უბრალოდ ხვდებით უფრო გამთლიანებული, აი ამ პოლუსებს საკუთარ თავში ვაერთიანებთ შინაგანად, ხო? და აქ უკვე ჰარმონიაში შემოდის გარე სამყაროსთანაც, რაც თავარია საკუთარ თავთან. პირველი წყება ამითი, რომ შიდა ჰარმონიის მიღწევა ხდება აქ რაღაცნაირად, რომ ადამიანი უკვე გადის იმ სტრუქტურაზე, რომ მე აღარ ვეკონფლიქტები ჩემ თავს და აღარ ვეკონფლიქტები გარე სამყაროს, ხო? ეს კონფლიქტიც შეიძლება იყოს უკვე მიღებული, გადამუშავებული, გაცნობიერებული და მე უფრო ვიყენებ ჩემს რესურსებს იმისთვის, რომ მეორე მხარესაც მოусმინო, მეორე მხარეს ჩემში ამ პოლუსსაც მივცე ის, რაც დააკვდა ოჯახურად, გენეტიკურად, კარმულად მაგალითად, ხო? და გარკვეულწილად მოხდეს სულიერი განვითარებაც ამ კუთხით ადამიანის, იმიტომ რომ ამ სულიერი განვითარებით ჩვენ ნელა ხვდებით, აი ის შიდა ემოციები, რაც გვაქვს, ხო, მაგალითად, რაც ითხოვს ამ დაკმაყოფილებას, არ დავტოვოთ, არც უგულებელყოფილად და არც ისე მივცეთ ეს ყველაფერი, რომ უკვე მორალურად პრობლემები შეგვექმნას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბალანსში რო გავიაროთ, ხო? იმიტომ რომ ზოგჯერ ვატყობ ხოლმე ადამიანებს, ხო, ხშირად არ ხდება ესეთი, მაგრამ მაინც აი რო ვამბობთ ხოლმე გამოკვეთილად ლილით ზეროსის ადამიანი და აი როგორ ირღვევა მორალურად ჩემ თვალწინ ადამიანი, ხო? და რაღაც ყველაფერს თავის ფასი აქვს საერთოდ სამყაროში და აი ამის განცდა რო აღარ არის რომ რაღაცას თავის ფასი აქვს, ხო? აი იქ მიდის უკვე აი ბოლომდე რომ ეს ჭრტილი რო ჩაყლაპავს, ესე რომ ვთქვათ, ხო? და ეს ჭრტილი იმიტომ ყლაპავს, რომ ჩვენ არ უსმენდით მას, ვაიგნორებდით მას და მე ის ძალიან შინაგანად ძალიან დიდ პოლუსში გადადის, ხო? უკიდურესობებში გადადის. აი ეს არის ხოლმე თერაპიული პროცესი, მინდოდა ამეხსნა სტრუქტურა, როგორ მუშაობს ასტროფსიქოლოგიის, კარმული ასტროლოგიის და ხშირად რომ მოდიან ხოლმე რაღაც აი უფრო მცით აი მე უფრო ისეთი ვიდეოები მაქვს, რომ ბუნებრივად მოდიან ძალიან განათლებული, განვითარებული და ცოტა სხვა კატეგორიის ხალხი, ხო? ახლა გვერძებისთვის როგორი პერიოდია და კეჩხიბების რაგველის კატეგორია ეს ადრე მეც ვიყავი მან, ხო, ხვდებით, მაგრამ ნენელა უნდა განვითარდეთ და ცოტა სხვა მასშტაბებზე გავიდეთ, ხო? თუ ეს გვაინტერესებს, თუნდაც ფსიქოლოგიურად, ხო? და აი რომ მოდიან ხოლმე ჩემთან აი უფრო მაგალითად კარმული ასტროლოგიით მუშაობთ, ფსიქოლოგიური ასტროლოგიით მუშაობთ, უფრო გაცნობიერების პიროვნული განვითარების კუთხით მუშაობთ და არა ეს ჩემთან ვიზიტი არ არის ეს ასტროლოგთან ვიზიტი, რომ ვნახოთ რა მელის, ხო? აბსოლუტურად სხვა სტრუქტურით მუშაობ, ისიც საჭიროა, ისიც საჭიროა, მაგრამ ეს ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი არის და თერაპიული პროცესი, აი უშუალოდ ასტროთერაპია, რასაც ქვია. ამაზე კარგი მე ჯერ მიუხედავად რომ 15 თერაპევტი მყავს, ყველანაირი თერაპევტი გამოცვლილი, ამაზე კარგი მეთოდი მე ჯერ არ მიპოვია, როდესაც თვითონ თერაპევტებიც კი, როცა რუკას გავდიოდით ხოლმე, მათ რუკას რო გავდიოდით, აბსოლუტურად სხვა სტრუქტურაში, ну ზოგი გებულობდა, ზოგი ვერ გებულობდა, რაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ზოგმა ძალიან კარგად იცის ასტროლოგია და ძალიან კარგად მუშაობენ ამ მიმართულებით. და მე მგონია რომ ეს არის მომავალი საერთოდ ფსიქოლოგიაში. ისიც ახლა სტანდარტული ჩვეულებრივი ფსიქოლოგია ყოველთვის იქნება მიწიერი, მატერიალისტი ან ისეთი ხალხის, რომელსაც არ აქვს, ხო, ეს რაღაც აქეთ ხარე, ესეც ოკეი არის ძალიან. მაგრამ ვისაც იქით ახედვა აქვს, იმათთვის საერთოდ სხვა ჰორიზონტები იხსნება ასტროფსიქოლოგიაში, ეს თერაპიული პროცესით და წიგნში აუცილებლად თლიანად უნდა ავწერო ეს ყველაფერი, ეს ჩემი გამოცდილებები და მგონია რომ ძალიან ბევრისთვის ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ საკუთარ თავთანაც, აი ისეთ რაღაცებში ხედავ ხოლმე აი მიგნებებს რო ვაკეთებ, რომელიც აი თითქოს რაღაც დაფარული იყო, არავინ არ იცოდაო და სად ვიყავი აქამდე აი მეც თუნდაც ჩემ თერაპიულად რომ მუშაობდი, აი ისეთ რაღაცებზე გავედი, ну არ ეწერა, არ გაუფრთხილები ვარ, რომ ის არ უსწავლებიათ და აი რა გულით წყდება, ხო იცით რომ აი მხელა რაღაცა არის, თორემ ესეც შეიძლება საერთოდ სხვაგან გახვიდეს, სხვა ენერგეტიკულ ველში იყო, ბევრად ჰარმონიული იყო საკუთარ თავთან და
ხა თუნდაც როცა არის ხოლმე იქ ან ადიქციები, მაგალითად, ან დეპრესია, ან ნევროზული ფონი, ან ცხოვრებას რო ინგრევს ადამიანი გაუცნობიერებლად, ხო? აღმავლზე არის ის მარტივად რო გითხრათ და რუკაში ძალიან კარგად ჩანს. ნუ მათ ვერ მზაობა და რაღაცას ალკეა ადამიანს აქ თუ არა რესურსი აქედან გამოვიდეს, მაგრამ თუ აქ და არ აქვს ინფორმაცია, მაგალითად, ხო? აი მანდ ვართ მე ცოტა ისე რა. დილემა იკვრება სადღაც, ხო? რომ მე და იდოს ინფორმაცია და ვინც გამოიყენებს, ვინც არა და ესეც ოკეი არის მისთვის. ეს მინდოდა ამეხსნა, მეგობრებო. ხანდახან კი ვამბობ ხოლმე ასეთ ინფორმაციებს სხვა წარმოგიდგენთ, თითქმის 700 ვიდეო მაქვს. აღარ ვახსოვს სად რას დებ ხოლმე, მაგრამ ეს ღერძი ხა ჩვენ რაზეც ვილაპარაკეთ. მე მახსოვს რომ არ მილაპარაკია თერაპიულ პროცესში, როგორ გავდივართ. ენერგეტიკულ სტრუქტურაზე რო გავდივართ და იქ მხოლოდ ლაპარაკი და მსუბუქი ემოცია არ მუშაობს, პირდაპირ ეზოთერულ ენერგეტიკულ სტრუქტურებზე ვმუშაობთ და ჩემ თვალწინ იცვლება ადამიანი რადიკალურად, ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად, ცხოვრებაც ეცვლებათ, მე აბსოლუტურად სხვა რეალობები გამოდის. არ მინდა ხოლმე ახლა ის რასაც გავდივართ თერაპიულად ვიჭორავ იმაზე და მოყვე რა ხდება ხოლმე ასეთ თერაპიების დროს, მაგრამ ფონი ეს არის, მთავარი ლაიტმოტივი ეს არის ხოლმე, რომ აბსოლუტურად ხდება ენერგეტიკული ცვლილება და გარემოც როგორ იცვლება მე მათ ცხოვრებაში, ხო? და ეს შეცვლა რა არის, იცით, ყველაზე საინტერესო ეს განვითარება არის. ანუ რაღაცაში რო ჩვენ ნელა გადავდივართ ახალ ინფორმაციულ ენერგეტიკულ სტრუქტურაში, ეს არის უკვე გადასვლა ახალი ნახტომი, ახალ მეში, ხო? და ძალიან დროს მივყვებით. წარმოიდგინეთ, ახლა მე მყავს ნაცნობები 25 წლის წინ რო გავიცანი და ზუსტად იქ რო არიან ენერგეტიკულადაც, ფსიქოლოგიურადაც, ინტელექტუალურადაც, ერთი წიგნი რო არ წაუკითხეთ მთელი ამ 25 წლის განმავლობაში, არაფერი რო არ დამატებიათ 25 წლის განმავლობაში, მაგალითად ზოგი 30 წლის განმავლობაშიც იგივე რო არიან, რაც კი მინახავს მაგალითად და ენერგეტიკულად ინფორმაციულ, არაფერი არ არის, ეს არის დროში გაყინული ადამიანი. და რაც უფრო დრო მიდის, მით უფრო უჭირთ მერე ცხოვრება. რო უჭირთ ცხოვრება, ეზრდებათ ქვეცნობიერი აგრესიები, ეზრდებათ კომპლექსები, ხო? დროს ჩამორჩენილი ხარ უკვე რაღაც დონეზე, ხო? და რაც უფრო ვითარდები, დროს მიყვები. განვითარებას, აი რაღაც ენერგეტიკულ სტრუქტურაში მიცურავ, ამ სიცოცხლეში მიცურავ, ამ ცხოვრებას ცხოვრობ, ხო? და ამიტომ არის ხოლმე ჩემთვის საინტერესო, აი ეს მიუხედავად იმისა, რომ ტკინეულია ეს განვითარება, რაღაც ძველი სტრუქტურები კვდება შენში, ხო? აი მე მქონდა ეს დილემები თერაპიულად, რომ აი ეს უნდა მოკვდეს ახლა ჩემში რაღაც, აი ეს ღერძი და ახალი რა შემოუშვა. რო არიცი, ხო? ეხლა რა უნდა გავაკეთო ახალი. და მე რო ნენელა იწყებ, აი რა ისწავლე ახალი, რა ხედვები გაქვს და აი აქედან ნენელა რო გადადიხარ ახალ ვიბრაციაზე, ახალ სტრუქტურაზე. და არ არის მარტივი, საკმაოდ რთულია, მაგრამ ეს არის ცხოვრება, როცა ცხოვრობ ამ ცხოვრებას განვითარებაში და არ ხარ გაყინული სადღაც წარსულში. აქ შეიძლება ინტელექტუალურად არ იყო გაყინული და ეხლა იცოდე მაგალითად ბევრი რაღაცა, მაგრამ ემოციურად ისე ვიქ იყო, საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში ისე ვიქ იყო, სადაც იყავი 20 წლის წინ, ხო? და ნუ ხა როცა ვლაპარაკობთ ზოგჯერ 20 წლის მოდიან ჩემთან და 20 წლის წინ ახლა სად იყვნენ მეცით. ესე პირობითაც ვამბობ, ხო, სიტყვაზე. თუნდაც ახლა 20 წლის რო ხარ, 25-30 წლის რო ხარ და ძალიან ბევრი რამე წინ რო გაქვს, ისეც მნიშვნელოვანი არის, რომ მოვალში წინ უნდა ვიარო, სადღაც რო არ გავიყინო დროში, იმიტომ რომ მაგას აქში არ ჩანს, რომ დროში ვიყინებით, გვაინც გონია რომ მივდივართ, მაგრამ რაც უფრო წლები ემატებათ ხოლმე, თუ ემოციას ცევას, ფსიქოლოგიას, ენერგეტიკას არ ცვლიან, იქ დროში ვიყინებით. და აი მთელი ეს რო ეძახიან ხოლმე კომუნისტური თაობა, ხო იცით, სპოცსაბჭოთა კატეგორია. აქ არიან გაყინულები, ოღონდ მათი ბრალი არ არის, ხო, ეს იქ ინფორმაცია არ იყო, განათლება ის არ იყო, რაც ანუ საერთოდ სხვა გარემოება იყო და სადღაც გაუჭირდათ, ხო, მე დროში გადახტომა, ესე რომ ვთქვათ, ხო? და ეხლა საერთოდ სხვა დროა და გვაქვს ეხლა ამის საშუალება, რომ ემოციური ჩამორჩენა არ მოვახდინოთ ჩვენ ცხოვრების. ეხლა ცოტა სხვა თემაზე გადავედი, მაგრამ აი ფილოსოფიური არსი, მე რასაც უყურებ ხოლმე და мотиваცია ჩემი არის ეს, რომ სადღაც წინ უნდა ვიყუროთ, გავყვეთ დროს, ვიცხოვროთ ეს ცხოვრება და არა აი ესე წარსულში, იმიტომ რომ აი
რომ ნახულობ ხოლმე ძველნაცნობებს, რომელიც წლების განმავლობაში ერთი და იგივე ტკეპნაში არიან, აი სული რო გეხუთება უკვე და აღარ გინდა იმ გარემოში, რომ ხედავ, რომ ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ. ეს ძალიან რთულია. ჩემთვის პირადად ცოტა პრობლემური არის, თქვენს გაქვთ ალბათ ბევრს ესეთი შეგრძნებები, ან მეგობრებთან, ან კლასელებთან ყოფილთან, ან ახლობლებთან, ხო? და ეს ბუნებრივი პროცესი ირღვევა სადღაც. თუმცა ყველას თავისი უფლება აქვს, იქ იყოს სადაც უნდა და ესეც ოკეი არის, ხო, საკ. მოკლედ ეს მინდოდა ყო თქვენთვის მომეყოლა, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო, ზედ ამიწეროთ ხოლმე კომენტარები, ბოლოში ვამბობ ხოლმე სულ დამელაიქოთ ეს ვიდეოები, ესე რომ თქვა, გააზიაროთ თუ მოგეწონებათ და წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო.